გამარჯობა მარიამ. მე ვარ შენი დედიკო, გვანცა. დღეს შუადღის 1-15 წუთზე 10 ივნის მოევლინე ამ ქვეყანას საკეისრო კვეთით. ყველაზე მნიშვნელოვანი დღე მაჩუქე. ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყავი ამ ჩემს ცხოვრებაში, ამ ძალიან დიდ ცხოვრებაში. როცა მითხრეს, რომ შემეძლო დამეძინა და ისე გამეკითხებინა საკეისრო კვეთთან, პირიქით. პირველი წამი ყოფილიყო აბსოლუტურ სიფხიზლეში და ჩვენ ერთმანეთი დაგვენახა. ჩემი ემოციურობის მიუხედავად გადავწყვიტე, რომ ის პირველი წამი მეჩუქებინა საკუთარი თავისათვის და დამენახე, როგორი ძალიან ბუდქუნა და საყვარელი 2.700 დაიბადე. 4 წლის სამყაროს ხელსიყვარულო გილოცავდე. აუცილებლად ნახავ ამ ვიდეოს, როცა გაიზრდები. მინდა იცოდე, რომ ყოველთვის ვიქნები შენი მხარდამჭერი. ყოველთვის ნებისმიერ გადაწყვეტილებაში გამოყვები. თუ კი დავინახავ, რომ ეს იქნება მცდარი, შევეცდები, რომ არ გაგიშვა. მაგრამ თუ მაინც გადაწყვეტ იცოდე, რომ მე შენთან ერთად წამოვალ ნებისმიერ გადაწყვეტილებაში. ყოველთვის ამ სამყაროში მყოფმა ადამიანებმა ყველამ რო ხელი კრას იცოდე, რომ შენი დედიკო და მამიკო არასოდეს ხალხს არ გაგიშვებენ. ყოველთვის ვიქნებით შენს გვერდში, ყოველთვის. სულ ოცნებობდი ქვეცნობიერად, რომ ყოლოდა გოგო და როცა გავიგე ჩემი ფეხმძიმობის შესახებ, თქვი, რომ ეს ავტომატურად მოხდა რაღაც შეგრძნებებით. და გოგო ხო არ არის თქო, მაგრამ მე უცებ ჩემი ფიქრები უკან წავიღე და ვთქვი, რომ ღმერთო მომეც ჯანმრთელი შვილი და ისევე მეყვარება როგორც გოგო. არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება ბიჭი, ეს იქნება გოგო, ორივე საკუთარი თავივით მეყვარება და საკუთარ თავზე მეტად. როცა გავიგე, რომ ჩემში ზრდებოდა გოგო, მახსოვს როგორ ვტიროდი და ექიმი მეხვეწებოდა, რომ დავშვიდი თორე ვეღარაფერს ხედავ, იმიტომ რომ ბავშვიც ემოციურ ფონზე აკეთი დახტოდა. ჩემო საყვარელო. ცრემლებს წმენდა ექიმი და მეუბნებოდა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ნერვიულობა. სასწაული შეგრძნება მქონდა, იყო კოვიდი, სამწუხაროდ იმ დღეს არ შეუშვეს ჩემი მეუღლე ეხოზე. იყო ხოლმე დღეები, როცა უშვებდნენ, მაგრამ თუ რაღაც ძალიან ძლიერი კოვიდის სიტუაცია იყო და ძალიან ბევრი ადამიანი იწვა კლინიკაში, ამ შემთხვევაში ცოტა გაფილტვრა ხდებოდა იმ დღეებში და არ უშვებდნენ და იმ დღეს არ შემოუშვეს, როცა მე მითხრეს სქესი. არ ვიყავ ის მზაობა არ მქონდა, რომ მეტყოდნენ და უცებ ექიმი მეუბნება, რომ შენ ხო გითხარი, რომ გოგო გყავსო? ავტომატურად დავიწყე ისტერიული ტირილი ბედნიერებისგან და არა, არ გითქვამს თქო და კი საყვარელო, შენ შიგნით შენში ზრდი გოგონასო და არ ვიცი, სიტყვები არ მყოფნი და ამიტომ ისტერულად ვტიროდი. იცოდე, რომ ძალიან გელოდებოდით. ძალიან დიდი სიყვარულით გელოდებოდით. ძალიან გივლიდა ჩემშიც კი შენი მამიკო, ძალიან გივლიდა. ძალიან ზრუნავდა ყველაფერზე. ყავს ძალიან კარგი მამა. ალბათ საკუთარ თავზე ბევრად მეტად უყვარხარ იცოდე. ძალიან გიშდება შენზე და მე იშვიათად მინახავს ასეთი გაგიჟება თქვენ როგორც გაქვთ. იცოდე, რომ დღეს გახდი 4 წლის და აი წლები რო გავა და ამ ვიდეოს რო ნახავ, ძალიან შენთვის ასიამოვნო ბევრ რამეს გაიგებ. მამა შენთვის არის, არ ვიცი, ხანდახან ევჭვიანობ ხოლმე და ვფიქრობ, რომ
ჩემზე მეტად უყვარს და მე რო ვფიქრობ, რომ ჩვენ ხო ორივე მისი ვართ და გადამივლის ეს ნებათაღელვა. შენ მამიკო ძალიან უყვარხარ და გიყვარს სიგიჟემდე. მამიკოს გარეშე არ იცინებ ღამე. თუ მაგალითად იმ დღეს ჯერ მეუღლე არ მოდის სახლში, ანუ შენი მამიკო, ძალიან განიცდი, ძალიან ღელავ. ძალიან გრძნობიარე ხარ, ალბათ მე მგავხარ. ძალიან ემოციური ხარ, ძალიან განიცდი, როცა გაიგებ, რომ ვინმე ცუდად არის, აი ამ ხელა სიყვარული ხარ, ჯერ. და უზარმაზარი შეგრძნებები გაქვს, უზარმაზარი ემოციები გაქვს, უზარმაზარი განცდები გაქვს. 4 წლის ასაკში გინდა, რომ გამოხვიდე მზარეული და ექიმი. ხო, ეს ორი პროფესია ირჩია, ისე რომ, არ ვიცი, თავდა მაინც თუ აცნობიერებს, ეს ორი ერთად რამდენად რთულია და რამდენად წარმოუდგენელია ორი პროფესია ერთად, აითვისო ადამიანმა და ორ პროფესიაში ერთად იყო. შენ როცა ჩამეხუტე, დაიბადე და აი ასე ჩამეხუტე სახეზე. ხელს აღარ გიშვებდი, ჩაგიხუტე და ექიმმა თქვა, რომ კარგითო, საკმარისიო, გადავიყვანთო და არ გიშვებდი, ცალი ხელით გებღაოჭებოდი, აი აქ-იქ ჩემთან. და მერე მახსოვს ერთმა ექიმმა უთხრა, რომ დაანებე 20 ხანი თავიო მოეფეროსო. და გეფერე. იყო კოვიდი. მაგრამ არ იფიქრო, რომ შენი მამიკო იქ არ იყო, შენი მამიკო იქ იყო და მე და შენი მამიკო ვიყავით ადამიანები, ვინც პირველად გაგიცანით. ამიტომაც არ ვარჩიე დაძინებიცაკ ეს რო კვეთა. მინდოდა ჩემი თვალით მენახა ის საოცრება, ვინც ახლა დადიხარ, ვინც ჩვენზე ზრუნავ. სასწაული ის არის, რომ შენ ჩვენზე ზრუნავ. 4 წლის. განიცდი, როცა მოწყენილი ვარ. განიცდი, როცა თუნდაც მამიკოს აი ამდენი სტკივა. განიცდი, როცა რამე ვინმეს სტკივა. და მინდა დედიკო ექიმი ვიყო და მოვარჩინოვო. ადამიანებზე ამბობს, მის პაპაზე ამბობს. უნდა ვუმკურნალოვო და აი ეს განცდები გაქვს. ძალიან დიდი ადამიანი ხარ. ამ 4 წლის მანძილზე როგორ მოვასწარი, რომ ამ ხელა ადამიანი გამხდარიყავი, უბრალოდ არ ვიცი. ხო, მეტირება. ალბათ ემოციებისგან მეტირება. ამ დროს ჩვენ სამშობლოში არ ვიყავით ჯერ წასულები, ძალიან ადრეა ახლა, ძალიან ადრე ვწერ ამ ვიდეოს. სადღაც 1 საათში უკვე გავედით და პირველი ზუსტად 15 წუთი იყო, როცა გაბატონმა ნიაონიაშვილმა მითხრა, რომ ნახე რა საყვარელი გოგოა. როგორი სუფთა წკრიალა და წითელოყება. ხო, არც სამშობლოში არ გიყვარდა ჭამა. არ გიყვარდა და ექიმმა მითხრა, რომ იცოდე რომ დაიტანჯები. პირველივე დღეს მითხრა ექიმმა, რომ ეს ჭამაში დაგტანჯავს, იმიტომ რომ იქაც არ გინდოდა ჭამა. იქაც არ ჭამე. გინდოდა ძილი და ჩემთან ჩახუტება. შენ სუნს ახლად გრძნობ. აი სისუფთავის, სიყვარულის და ყველაფრის სუნს ერთად გრძნობდი. როცა სახლში წამოგიყვანე, ხელიდან არ გიშვებდი. ჩახტული ვყავდი. ხო. ჩემი გოგო ხარ. ჩვენი სიყვარულის გოგო ხარ.
შენი მოფერება ალბათ ჩემს სიცოცხლეში სკლეროზის რო დამემართოს არ დამავიწყდება, როგორ მეფერება. არ დამავიწყდება დედას როგორ მეძახი. ყველაფერი რო დამავიწყდეს, ალბათ შენ არ დამავიწყდები. მიყვარხარ. ამ ვიდეოს წერ იმისათვის, რომ წლების მერე ნახო და იცოდე, რომ ძალიან მიყვარხარ. შენს დედიკოს და მამიკოს ძალიან უყვარხარ. ყველას ძალიან დიდ მადლობას გიხდით ჩემი შვილის სიყვარულისათვის. მე ამას ძალიან ვაფასებ, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩემთვის და უღრმესი მადლობა, ვინც მარიკოს დაბადების დღეს მომილოცავთ. ჩემი დაბადება ღირდა იმისათვის, რომ შენ დაბადებულიყავი და შენ ყოფილიყავი ჩემს ცხოვრებაში. დროებით. ახლა ჩამოვალ, ძალიან ბევრს გაკოცებ და გავიქცევი სამსახურში.